საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის რუსულ მხარეს გივი თარგამაძის ექსტრადიციის თხოვნით არ მიუმართავს. რუსეთის პროკურატურას არცისხლის სამართლის საქმის მასალები გადმოუგზავნია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულად ცნოდა, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. გამოძიების ვერსიით რუსი ოპოზიციონერები სერგეი უდალცოვი, ლეონიდ რაზვოზჟაევი და კონსტანტინე ლებედევი გივი თარგამაძეს არეულობის დაფინანსებაზე 2012 წლის ივნისში შეუთანხმდნენ. პროკურატურაში განმარტავენ, რომ თარგამაძის რუსეთისთვის გადაცემა ვერ მოხდება, რადგან საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის მოქალაქის ექსტრადიციას კრძალავს. მთავარი პროკურატურა მზადაა რუსეთის მხარესთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითანამშრომლოს. ისაცვით არანაირი თხოვნა აქვს ექსტრადიციის არც სისხლის სამართლის საქმის მასალების გადმოგზავნის ან სხვა რაიმე სახის თხოვნა არ გადმოუგზავნია. ყოველ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურაში ეს არ შემოსულა. საქართველოს მოქალაქის გადაცემა საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია. შესაბამისად ვერ გადავცემთ გივი თარგამაძე როგორც ის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად ვერ განხორციელდება მისი ექსტრადიცია. თუ რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა სისხლის სამართლის საქმის მასალების გადმოგზავნა საქართველოში, მთავარი პროკურატურა წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით განიხილავს ამ მასალებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მხრიდან გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები მოყვა. უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან გივი თარგამაძის დაპატიმრებასა და რუსეთისთვის გადაცემას გამორიცხავს. მისივე შეფასებით თარგამაძის წინააღმდეგ რუსეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ წაყენებული ბრალდებები ფალსიფიცირებულია. ეს შემთხვევაში ის რომ ქართულ პოლიტიკოსზე რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება რაღაცა ძებნას აცხადებს, ჩემი აზრით ამ ქართულ პოლიტიკოსზე ცოტ არ მეტყველებს. ესე იგი მას ისე უმოქმედია, რომ ჩვენი არაკეთილი მოსურნეები გაუნაწყენებია და ესე იგი სწორად უმოქმედია. რაც არ უნდა ეს ხელისუფლება ხა რეპრესიული იყოს და არანაირ ასე ვთქვათ კონსტრუქციულობას არ იჩენდეს უმცირესობის მიმართ, ასეთ რამეზე არ მგონია წავიდნენ რომ ქართული პოლიტიკოსი, რაიმე მათ როცა შეეძლებათ, თქვა რაიმე მექანიზმებით მოახერხონ მისი გადაცემა რუსული მხარესთვის. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაკი მიიჩნევს, რომ თარგამაძემ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, რომელიც სხვა ქვეყნის ოპოზიციასთან მის ურთიერთობას და კავშირებს ეხება. რაც შეეხება დეპუტატის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნას, ბესელია განმარტებებს აკეთებს და საერთაშორისო კონვენციაზე მიუთითებს. ეს არის სამართლებრივი წმინდა პროცედურა, რომელშიც შემდეგ ალბათ ჩაერთვება შესაბამისი უწყება და იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა ალბათ ამაზე გააკეთებს კომენტარს, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ისმის თარგამაძის რაღაც კავშირებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია და კონკრეტულად პრეტენზიები ოპოზიციურ პარტიების რაღაც აქციებთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს